გამარჯობა, მე ვარ ანა კოშაძე და დღეს ვისაუბრებთ პროფესიონალური ყავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრზე ტემპერატურაზე. ბევრი ბარისტა ყურადღებას ამახვილებს ყავის მარცვალზე, დაფქვასა და რეცეპტზე. თუმცა ხშირად ავიწყდებათ, რომ წყლის ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ექსტრაქციაზე და საბოლოო გემოს ფორმირებაზე. ესპრესოს მომზადებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი ტემპერატურა, არამედ მისი სტაბილურობაც. თუ ექსტრაქციის დროს ტემპერატურა მერყეობს, შედეგიც არასტაბილური იქნება. პროფესიონალურ პრაქტიკაში ესპრესოსთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება დაახლოებით 90-96 გრადუსი დიაპაზონი. თუმცა კონკრეტული ტემპერატურა დამოკიდებულია ყავის მოხალვის პროფილზე. მაგალითად, ღია მოხალვის ყავები, როგორც წესი, უკეთესად ახდენს ექსტრაქციას და იხსნება შედარებით მაღალ ტემპერატურაზე. მუქი მოხალვის ყავებისთვის კი ხშირად უფრო დაბალი ტემპერატურა გამოიყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი სიმწარე და მივიღოთ უფრო დაბალანსებული და არომატული გემო. სიმონელისა და ვიქტორია არდუინოს პროფესიონალური აპარატები სწორედ ამ მიმართულებით ითვლება ინდუსტრიაში ყველაზე ინოვაციურ გადაწყვეტილებებად. ყავის აკადემია გახლავთ სიმონელისა და ვიქტორია არდუინოს ერთადერთი ექსკლუზიური დისტრიბიუტორი საქართველოში. ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით არა მხოლოდ ამ ბრენდების სწორი აპარატურის შერჩევაში, არამედ სრულად ინსტალაციაში და მათ სწორად გამოყენებაში. ტემპერატურა ასევე მნიშვნელოვანია რძის სწორი დამუშავებისთვისაც. პროფესიონალურ კაფეებში რძის შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მთავარი კრიტერიუმებია ცილისა და ცხიმის შემცველობა აღემატებოდეს 3 გრამს. რაც შეეხება რძის ამოყვანის ტემპერატურას, ის აუცილებლად უნდა იყოს 60-65 გრადუს დიაპაზონში. სწორედ ამ ტემპერატურაზე რძე მაქსიმალურად ავლენს ბუნებრივ სითბოს, ქმნის ხავერდოვან ტექსტურას და იდეალურ სტრუქტურას კაპუჩინოსთვის, ლატესთვის და ფლეტ ჰუაითისთვის. ხარისხიანი ყავა მხოლოდ კარგი მარცვალი და სწორი რძე არ არის. მას ქმნის ტემპერატურის ზუსტი კონტროლი, რომელიც თითოეულ ფინჯანში სტაბილურ ხარისხს უზრუნველყოფს. სწორედ ამ ცოდნას უზიარებს ყავის აკადემია ბარისტებს, მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებს, რათა ყავის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებით მართონ.